სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, რომელიც არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1985 წლის 5 ოქტომბერს. Შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და მე მივმართავ ხოლმე ამ ხერხს ყოველთვის და ასევე სხვაებიც მომისვენეთ, თუ ჯონ მაკარტურიც მიმართავს ხოლმე ამ ხერხს. და მე მგონი ამაში არაფერი ცუდი არ არის. ლაპარაკია შეიძლება ბიბლიის ციტირება მოვახდინოთ რომელიმე მუხლების ჩვენი სიტყვებით, ისე რომ აზრი არ დაირღვეს. ნახეთ, ძალიან კარგი კითხვა დასვა ფილიპ ორტეზმა, ეთყობა ეს არის უფრო მექსიკური ლათინო წარმოშობის და მიესალმება თავის თავს შეახსენებს დოქტორ მაკარტურ როგორ ახართ? ეს არის ფილიპ ორტეზი. მე უბრალოდ მინდოდა მეკითხა, როცა ციტირებთ წმინდა წერილის რომელიმე მუხლს და იყენებთ ასევე პარალელი მოყავთ ამის გასამაგრებლად, რომ ეს კონცეფცია უფრო კარგი ადვილი გასაგები იყოს. შეიძლება ჩვენი სიტყვებით გამოვხატოთ ეს და გადმოვცეთ. მისაღებია ეს და რამდენად ეფექტურია ეს მსენელებისათვის. ესე იგი, ჯონ მაკარტური პასუხობს. ესე იგი, ფილიპ, როგორც თქვენ ამბობთ, მე მინდა გავიგო, ესე იგი, თქვენი კითხვა, თქვენ ამბობთ, შეიძლება თუ არა ბიბლიური ადგილების ციტირება თქვენი სიტყვებით, როცა გინდათ რომ გაარკვიოთ და პარალელი მოიყვანოთ იმ კონცეფციისა, რომლის გადამოცემასაც აპირებთ, ხო? და ეს შეიძლება ამოვარდნილი იყოს პირდაპირი დაუშვათ ტექსტიდან. ამას კითხულობთ და ფილიპი უფრო აკონკრეტებს. აი მაგალითად, მე ვასახელებ ორ სხვადასხვა მუხლს ბიბლიიდან და ისინი ოდნავ განსხვავდებიან, მაგრამ კონცეფცია ბიბლიურია და აზრს ერთს გადმოცემენ. რომლის გადმოცემასაც მე ვცდილობ. მე მაინტერესებს, იქნებოდა თუ არა ის მისაღები, რომ მე ჩემი სიტყვებით, ჩემი სიყვარულით გადმოვცე ეს, რაზეც ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, აუცილებლად შესაძლებელია და არაფერი მაგაში პრობლემატური არ არის. მადლობთ ჯონ პასუხისათვის.